მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი შემოგთავაზოთ და მოამზადებ ტორტს, რომელსაც ეწოდება თხუნელა. ტორტი თხუნელა მზადდება კაკაოს გემრიელი ბისკვიტისგან, რომელსაც გავუკეთებ შემდეგ ბანანს და ძალიან გემრიელ და მსუბუქ კრემს. ტორტის მომზადება არის ძალიან მარტივი და ამისათვის გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. და ეს არის 230 გრამი ფქვილი. 150 გრამი შაქარი. 150 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის რძე, ვანილის ექსტრაქტი, 150 მილილიტრი ზეთი, ეს არის ნეიტრალური გემოს ზეთი რაფსის, 3 ცალი კვერცხი, ციკვი მარილი, 20 გრამი კაკაოს არ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი და 1 შეკვრა გამოფხვიერებელი. პირველ რიგში ოთახის ტემპერატურის კვერცხს მოვათავსებთ თაში. დავუმატებთ მწიკ მარილს და მარილი არის საჭირო იმისათვის, რომ კვერცხის ცელი სტრუქტურა მალე დაიშალოს. მარილს დავუმატებთ მწიკს, შემდეგ დავუმატებთ ვანილის ექსტრაქტს. უმატებთ 150 გრამ შაქარს და დავიწყებთ გათქვებას. თქვებთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ თეთრ მასას, რომელიც უკვე გაორმაგდა. ეს დაახლოებით გაგრძელდება 10-15 წუთი. შემდეგ კი უმატებთ ზეთს და მიაქციოთ ყურადღება, რომ ზეთი იყოს ნეიტრალური გემოს, მაგალითად რაფსის ზეთი. მე რძეში გავხსნი კაკაოს, ესე გვექნება უფრო ინტენსიური გემო და ფერი. და რძეს, რომელსაც დავუმატეთ კაკაო, შემდეგ შევურევთ ჩვენს კვერცხის მასას, რომელიც არის უკვე გათქვეფილი. თქვიფეთან გამოდმებით დაბალ სიჩქარეზე. შემდეგ მე ფქვილს დავუმატებ გამაფხვიერებელს, რა თქმა უნდა მე არა, არამედ ჩემი ასისტენტი, მოვურიეთ კარგად და ფქვილს ვუმატებთ უკვე შემდეგ დანარჩენ მასას. მიქსერი გქონდეთ დაბალ სიჩქარეზე ჩართული. როგორც კი ფქვილი შეერევა და გაიხსნება კარგად მასაში, გამოვთავე უკვე მიქსერს. და როგორც უკვე ხედავთ, მასა არის იმდენად გემრიელი, რომ თუ დროზე არ გადავიტანებ ფორმაში, ჩემი ასისტენტი ბოლომდე მიირთმევს. და როდესაც ფქვილი კარგად გაიხსნება მასაში, გამოვთავ ჩემს მიქსერს და გადავიტან გამოსაცხო ფორმაში. მასა არის გათვლილი 24-დან 26 დიამეტრის ფორმაზე. მე კი დაყენებული მაქვს 24 დიამეტრზე. და როგორც უკვე იცით, მე გამოსაცხობად ვიყენებ ძირითადად ტორტის რგოლს, სადაც ტემპერატურა ერთნაირად ნაწელდება და ბისკვიტი ამოდის სწორად. და ბისკვიტი უნდა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე დაახლოებით 30-35 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია და შეამოწმეთ ასანთის ღერით. ჩემთან დაჭირდა დაახლოებით 30-15 წუთი, ახლა კი მე გავაძიებ ბოლომდე. ბისკვიტი უნდა გაცივდეს ბოლომდე. და ახლა მე მინდა კიდევ განახოთ თქვენ მეორე ვარიანტი ტორტი თხუნელას. მე იგივე რეცეპტით, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე კუთხი კვერცხისგან მომზადებული მასა მოვათავსე დიდ ფორმაში. ეს არის ყველაზე დიდი ფორმა, რაც ჩემს ღუმელს მოყვება. და ინგრედიენტების რაოდენობას იხილავთ დაბლა ინფობოქსში. და აქაც უნდა გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. ჩემთან ბისკვიტი უკვე გაცივდა, ახლა კი მოვაცილებ გამოსაცხობ რგოლს და გადავიტან ჩემს ტორტის ასაღებზე. და შემდეგი რასაც გავაკეთებ, ეს არის, რომ დაახლოებით 1.5 სანტიმეტრით ჩავჭრი მე ბისკვიტს, შემოვჭრი ირგვლივ. და დავუკვირდით, რომ ძალიან ღრმად არ ამოჭრათ, თორემ შემდეგ კრემი გარეთ გამოვა. მე ახლა იმ ჩაჭრილი ადგილიდან ამოვიღებ ბისკვიტებს. კოვზის დახმარებით
და ამას გავაკეთებ ფრთხილად, რომ ძირი არ გაუფუჭო. და ამ ბისკვიტებს, როგორც ხედავთ, უკვე დაფშულ ბისკვიტებს შევინახავთ ზემოდან მოსაყრელად. ახლა კი მოვამზადებთ კრემს, რისთვისაც მჭირდება 600 მილილიტრი ცივი ნაღები. ნაღებს მოვათავსებ მე ჩემს თაში და დავუმატებ 6 ჩაისკოვს დანაპარტს. დანაპარტი არის ფხვნილი, რომელიც ამაგრებს ნაღებს. ნაღების გასამაგრებელი არ ჭირდება ყველა ნაღებს, ეს ჭირდება მხოლოდ იმ ნაღებს, რომელსაც აქვს 30% ცხიმის შემადგენლობა. დავიწყებთ ნაღების გათქვეფას და თქვების პერიოდში დავუმატებთ 100 გრამ შაქრის პუდრს. შაქრის პუდრი გემოვნებით, როგორც ყოველთვის. ნაღები თქვეფით იქამდე სანამ არ გამაგდება, ახლა კი მე გადმოვიღებ ჩემ თასს და გავუკეთებ მეორე სუფთა თასს, რომელშიც მოვათავსებ 250 გრამ ხაჭოს. ხაჭოსაც გავთქვეფავ, ხაჭოს დიდხანს თქვეფა არ ჭირდება. და გათქვეფილ ხაჭოს დავუმატებ უკვე გათქვეფილ ნაღებს. და მიქსერის დახმარებით შევურევ ერთმანეთს. ეს არის ძალიან მოკლე პროცესი, როგორც კი შეერევა, კრემი უკვე მზად არის. ბოლოს კი უმატებთ 100 გრამ გახეხილ ან წვრილად დაჭრილ შოკოლადს. თუ თქვენ რამდენად შოკოლადს დავუმატებთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მე მოვურევ კარგად და დავუმატებ კიდევ შოკოლადის ბურთებს. ჩემს გამზადებულ ბისკვიტს გადავიტან ტორტის დასადებზე. ახლა კი მე გავცვნი ბანანს, გავაცლი კანს და გჭირდება დაახლოებით 3 ცალი ბანანი. ბანანს გავჭრებ შუაზე და მოვალაგებ ან ჩავალაგებ შიგნით ბისკვიტში. თუკი სეზონი ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ ბანანის მაგივრად მარწყვი მოათავსოთ და ბანანს ზემოდან გავუკეთებ კრემს და გავუკეთებ ისე, რომ მივიღოთ გუმბათის ფორმა. და მე გეტყვით, რომ კრემი უნდა იყოს ამ ტორტისთვის მსუბუქი. კრემის ალტერნატივი, რა თქმა უნდა, არსებობს. და ამ ტორტისთვის შეგიძლიათ მოხარშული კრემი გამოიყენოთ. რის ვიდეო რეცეპტსაც იხილავთ აგრეთვე ჩემს არხზე. შეგიძლიათ აგრეთვე ნაღების ფხვნილი გამოიყენოთ, რომელსაც გახსნით ცივ წყალში. და გამზადებული ტორტი უნდა მოათავსოთ მაცივარში ყველაზე ცოტა 4-5 საათი. და რა კი ჩემთან მთელი ღამე იმყოფებოდა ტორტი მაცივარში, მე ზემოდან გადავაფარე, რომ ბისკვიტი არ გამოუშრეს. ახლა კი მოვაყრი ზემოდან უკვე დაფშვნილ ბისკვიტს. მოვაყარეთ ისე, რომ ყველა ადგილი იყოს დაფარული. მოვაყარეთ ბლომად. და როგორც ხედავთ, მე ქვემოდან დაუდე გამოსაცხობი ფორმა იმისათვის, რომ ჩემი დაფშული ბისკვიტი ძალიან არ გაიფანტოს. ახლა კი გავასუფთავებ უკვე ტორტის დასადებს და როგორც ხედავთ, ტორტი თხუნელა უკვე მზად არის. და მე ტორტ თხუნელას მოვათავსებ კიდევ სულ ცოტა ხნით მაცივარში. და როგორც ხედავთ, ჩემი
ბისკვიტი უკვე გამოცხვა, გაცივდა კიდეც. ახლა კი მე მრგვალი საგნის დახმარებით, რომელიც არის საკმაოდ დიდი და მე გირჩევთ რომ გამოიყენოთ უფრო პატარა რგოლი. ან თუნდაც ჭიქა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, თავარი იყოს მრგვალი. ამოჭრით ესეთი პატარა ბისკვიტები. თქვენ თუ ამოჭრით უფრო პატარა ფორმებს, იმ შემთხვევაში გექნებათ უფრო მეტი პატარა ტორტი. და ამ უნაჭრელ ადგილებს მე, რა თქმა უნდა, დაუშვნი ამ შემთხვევაშიც. დაფშონით წვრილად. და ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებ მე, რა თქმა უნდა, ხაჭოსთან ნაღების კრემს, გადავიტან ჩემს საკონდიტრო ტომარაში, რომელიც იყო არც თუ ისე კარგი იდეა, რადგანაც შოკოლადი გაიჭედა უბრალოდ ტორტის დასაკრემში და ამიტომ ვეღარ გავაგრძელე. დაკრემვას მე კი გავაგრძელებ უბრალოდ კოვზით. კრემს ზემოდან მოვალაგებ ბანანს და დავადებ ისევ კრემს და მივიცემ გუმბათის ფორმა და ასე გავაგრძელებ ბოლომდე. ამ შემთხვევაშიც გჭირდებათ კრემის ზუსტად იგივე რაოდენობა, რაც დიდ ტორტში. და როგორც უკვე აღნიშნე, ალტერნატივი ყოველთვის არსებობს იმისათვის, რომ გამოაცხოთ თქვენთვის სასურველი გემრიელობა. და რაკის მარწყვის სეზონი უკვე შემოვიდა, მე ზოგს მოვალაგებ ზემოდან დაჭრილ მარწყვს. და რა თქმა უნდა, პატარა ტორტებსაც მოვაყრით ზემოდან დაფშვნილ ბისკვიტს. მოაყარეთ ყველგან. და პატარა ტორტებიც უნდა მოვათავსოთ დაახლოებით 2 საათი მაცივარში. და როგორც ხედავთ, ესე მარტივად მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ტორტით ხუნელა, რომლის მომზადებასაც არ დაჭირდა ბევრი დრო და დიდი ძალისხმევა. და იმ პატარა ტორტებს, რომელსაც აქ შიგნიდან მარწყვი, ზემოდანაც მოვალაგებ ნახევარ მარწყვს. ახლა კი გავჭრათ ტორტი და განახებ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. და როგორც ხედავთ, ესეთი გემრიელი ნაჭერი გვაქვს შემდეგ, სადაც ძალიან ნათლად ჩანს ბანანი და ძალიან მსუბუქი კრემი. ტორტი არის ძალიან მსუბუქი და გეტყვით, რომ ნამდვილად საგაზაფხულო. სადაც ხაჭოს და ნაღების კრემი საოცარ გემოს ტოვებს. ეს კი პატარა ტორტი, რომელშიც არის მარწყვი გარეული. მოსინჯეთ, გააკეთეთ. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.